მოგესალმებით მეგობრებო. ვიდეო მინდოდა ჩამეწერა ამ 1-2-3 დღის წინ დაახლოებით და რაღაცა ვერ ვიყავი ხასიათი და არ ჩავწერე. ხო და აი ხლა ის ქალი გამოვიდა და დამასტრო ის აზრი რაც მე უნდა გადმომეცა იმ ქალმა თქვა ამ და რას ეხება ახლა ეს აზრი გეტყვით სწრაფად რა. ამ ვიდეო კამერები რო დააყენეს ყველგან ჯარიმები, ანუ მანქანის საგზაო ჯარიმები რო დააფიქსიროს. 1000-ნაირი ჯარიმა რომ მოიფიქრეს. ყველა ჯარიმას რო ზრდიან, პარკირების ჯარიმა რო გაზარდეს, ყველაფრის ჯარიმას რო ზრდიან და ზრდიან. აი ამასთან დაკავშირებით მე ჩამეწერა რომ ეს ყველაფერი ხო არ ემსახურება მეთქი შემთხვევით იმას რომ ამა თუნდაც რომ ეს ძველი მანქანები მოაშორონ და მანქანების მოძრაობა მაქსიმალურად შეამცირონ რომ ეკოლოგიას უფრთხილდებიან ვითომ. ხო და ეხლა ეს ქალი გამოდის და ამ ქალმა დამასტრო, ამ ქალმა თქვა ეხლა ხო ყველა მაგას საუბრობს. მე უნდა ჩამეწერა ამასთან დაკავშირებით რომ ესენი ამას აპირებენ, ამიტომ ამას რო აძვირებენ ჯარიმებს რო ნიშნავენ მეთქი ძალიან ბევრს და იმას ზრდიან ეს ამა თუნდაც მეთქი რომ მანქანები შეამცირონ საქართველოში მეთქი. ეგრე ხო არ არის უნდა მეკითხა თქვენთვის და ეს ვიდეო ჩამეწერა და ამ ქალმა დამასტრო კიდე გამოდის და იძახის რომ მანქანები რო შევამციროთო მაგიტოა ეს ჯარიმებიო. პირდაპირ იძახის ხო ეხლა გამბაჟების გაზრდა როცა დააპირეს, მაშინ თქვენს რომ ეს ძველი მანქანები უნდა მოსპოთ შევამციროთ ცოტა მანქანებიო რომ გამონაბოლქვიო და ეკოლოგიაო თქვენს და ამ ვიდეო ჯარიმებიც მაგას ხო არ ემსახურება მეთქი თქვენთვის უნდა მეკითხა მე რომ მანქანების შემცირება ხო არ ცდილობენო და თქვა ამ ქალმა ანუ რა ხდება ქართულ ოცნებამ გადაწყვიტა რომ თქვენ მანქანით არიაროთ. ბიჭო თელავში მუშაობ ახმეტაში აი ალნელებს ვიძახიან კონკრეტულად არ აქვს მნიშვნელობა მთლიან საქართველოზე შეიძლება მიიღო ესა სამსახურში რომ მიდიხარ ცდილობენ რომ შენ მანქანით არ წახვიდე და წახვიდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ანუ ესენი გიწყვეტავენ მთლიან საქართველოს რომ შენ მანქანით მოძრაობა გინდა თუ არ გინდა. ესენი ვინ არიან ვაფშე რომ ჩვენ გადაგვიწყვეტო ხო? წარმოიდგინეთ ხალხო ეს უკვე ზღვარს გადასვლა მთლიანად ხო? ეს თვალებში ნაცარს შეყრას თუ როგორ რა დავარქვა მთლიანი საქართველოსთვის ხო? აბა ჩვენ კითხოს ახლა მთლიან საქართველოს ხო ქართულ ოცნებამ გვინდა ჩვენ რომ მანქანები იმ დონემდე მიგვიყვანოს ჯარიმები რომ მანქანები ისაქნას. აგერ თბილისში რომ მიდიხარ და მოდიხარ ხოლმე დაგიყენებს გომბორზე 1-5-6 კამერას და რაღაცა რო ჩამოხვალ 100-200 ლარი დაგროვილი გიქნება ჯარიმა უკვე. ხო და აი ამას ემსახურება ეს ყველაფერი რომ ქართველი ადამიანების კეთილდღეობისთვის კი არა და გიწყვეტავენ რომ მანქანები აღარ ყავდეს. და დაჟე რასთან რა უნდა მეხსენებინა იმ გუშინწი რა ვიდეოს იმაშრებოდი რომ ხალხს გაჭირებულ ადამიანს მეთქი ზოგი მართლა ფიქრობს ხოლმე სამსახურში ან სადღაცა რომ მიდის საქმეზე რომ იცი რა საწვავი უფრო მეტი დამიჯდება თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მეტი დამიჯდება და ესე წყვეტავენ იმ დონეზე გაჭირებული ადამიანები არიან ზოგს სახში ძველი მანქანა უდგა მართლა კომუნისტების დროინდელი სეზონურად გამოყავდა აი სეზონურადაც რო აღარ გამოიყვანოს აი იმ დონეზე მიყავს საქმე გამიგე მანქანების ნაწილები ძვირდება ჯარიმები ძვირდება საწვავი ძვირდება ყველაფერი უნდა გააძვირონ ამათ ტეხას მოტორებსაც გააძვირებენ ყველაფერს რომ მაქსიმალურად ყელში წაუჭირონ ქართველ ხალხს რომ გიწყვეტავენ ესენი რომ მანქანაც აღარ უნდა ყავდეს გამიგე რას სასაცილოა ეს ყველაფერი რა მართლა სასაცილოა და ამიტომ უნდა გამოხვიდე 26-ში ეხლა და ჩვენი უნდა თქვათ 26-ში უნდა გამოვიდეთ სულ ყველანი და მივიდეთ თბილისში.